ერთმა ჩემმა მოსწავლემ დაამისვა კითხვა: გიორგი, რატომ არის რომ როცა წმინდანები მოდიან ჩემთან სიზმარხილოებში, პირველი რასაც გძნობ ეს არის მშვიდი და შემდეგ სიყვარულის შეგრძნება, სათნოების შეგრძნება და სხვა დანარჩენი, მაგრამ პირველ წყაროდ მშვიდი შეგრძნება რატომ არის? რა არის ეს მშვიდი? მშვიდი არის ქაოსის ბალანსი. ქაოსი არის ბნელი. მშვიდი არის უფლის ცენტრალური მდგომარეობა. სიყვარული და მშვიდი ერთი სუბსტანციის, ერთი არსის მდგომარეობაა. სიყვარული შეიცავს ფუნდამენტურად ტრილიონობით წახნაგობრივ მდგომარეობას და ერთ-ერთი ფუნდამენტური მდგომარეობა მისი არის მშვიდი. როცა რაღაც ხდება ბნელისგან, ბნელს ყოველთვის შემოაქვს შენში ქაოსი, ხოლო მშვიდი აბალანსებს ბნელის ქაოსს. უფალი აბალანსებს სამყაროს ქაოსის ქაოსს მშვიდით. მშვიდი არის ქაოსის ბალანსი და არა დამშვიდება. შენ როდესაც ბნელ ადამიანს მშვიდით ხვდები, მისი ქაოსი როდესაც ცდილობს მოგიცვას, დაგშალოს, დაგარღვიოს, მშვიდი ბალანსირებული მდგომარეობა დაგირღვიოს, შენი მშვიდი გიცავს ბნელისგან, რომ ბნელის ქაოსი არ მოგერიოს. შენი მშვიდი აბალანსებს ქაოსს. თავად უფალია ქაოსის ბალანსი, თავად სამყაროა ქაოსის ბალანსი, ის რაშიც ჩვენ ცხოვრობთ. მშვიდი არის ფუნდამენტი სამყაროს ქმნადობისა, რომ ყველაფერი მუშაობდეს საათივით. ამიტომ მშვიდი და ბალანსი არის ერთი და იგივე. მაშასადამე მშვიდი არის უდიდესი ძალა, რადგან ეს ძალა აბალანსებს და ამუშავებს ყველას თავის მექანიკაში, ფიზიკას, მატერიას, პლანეტებს, ყველაფერს. ქაოსის ბალანსია სიცოცხლე დაფუძნებული, რომელიც უზრუნველყოფს ყველაფერი ერთმანეთში იყოს ჰარმონიულად, ერთმანეთთან თანაცხოვრობდეს და თანამშრომლობდეს ყველაფერი ერთმანეთთან. ამიტომ მშვიდი არის ქაოსის ბალანსი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა არსი, მატერია, ენერგია, ყველაფერი ერთმანეთთან თანამშრომლობდეს ჰარმონიით. სამყარო არის დამშვიდებული, დაბალანსებული მაშასადამე, ჰარმონიულად ერთმანეთში მომუშავე. ქაოსი ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა. ის ცდილობს გაანადგუროს სიცოცხლე. ამიტომ ბნელის ჭეშმარიტი წამალი არის მშვიდი. ამიტომ არის მშვიდი ცენტრალური მდგომარეობა უფლის. ამიტომ არის მშვიდი ცენტრალური მდგომარეობა ყველა წმინდანის, ყველა მაღალი იერარქიის არსის. ამიტომ არის როცა წმინდანი გეცხადება, როცა ქრისტე გეცხადება, როცა ყველა მაღალი იერარქიის არსი გეცხადება, შენ პირველ წყაროდ გძნობ მშვიდს, რადგან არ არსებობს მაღალი არსის მდგომარეობის სული, რომელიც არ ასხივებდეს მშვიდს. ეს არის მისი ფუნდამენტური ხელმოწერა. ამის გარეშე ვერ გახდები შუქის მქონე. რაც უფრო მშვიდში ხარ, მით უფრო ჰარმონიულად შედიხარ სამყაროს ყველა მექანიკასთან კავშირში, მოქმედებაში. რაც უფრო მშვიდში არ ხარ, მით უფრო უცხოცხეული ხარ სამყაროსთვის, რადგან შენ ხარ ქაოსი მაგ დროს და სამყარო ცდილობს იზოლაცია გაგიკეთოს, აი ერთგვარ გარსში მოგაქციოს, რადგან ის აღგიქვამს შენ ქაოსად. ნახე, შენ დადიხარ ტაძარში, ილოცები, ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ქაოსში ხარ, მშვიდი არ გაქვს, იქ ბრაზებში ხარ, იმაში ხარ, ამაში ხარ და შენ არ აღიქმები ღვთიურ არსად, შენ აღიქმები ქაოსის არსად, რადგან ქაოსს უსმენ, არ შეესაბამები სამყაროს ღვთიურ ჭეშმარიტ მექანიკას, შორს ხარ მისგან, იქიდან გამომდინარე რომ მშვიდი არ გაქვს. ეს თქვენთვის არავის არ უთქვამს აქამდე. ალბათ ვერავინ ვერ მიხვდა ამ ყველაფერს აქამდე, არ ვიცი რატომ არ გითხრეს, მაგრამ მშვიდი არის ფუნდამენტი. დაიმახსოვრე, ყველაფრის ფუნდამენტია. ეხლა როგორ მუშაობს მშვიდი მდგომარეობა სამყაროს ყველა ღვთიურ მექანიკასთან? სამყაროს ყველა ღვთიური მექანიკა, ფიზიკა, მიზიდულობა, პლანეტები, ენერგიები, ყველანი ერთად ცეკვავს ტანგოს, როგორც ეხლა წარმოიდგინე მთელი galaktika იყოს როგორც ერთი დიდი ვალსის დარბაზში, რომ ცეკვავდნენ ადამიანები სინქრონში. ისე რომ ერთმანეთს არ ეჯახებოდნენ, ყველა თავის საქმეს ასრულებს, ყველა ბედნიერია და ცეკვას ასრულებენ. სამყაროც ესეა, ყველა ცეკვავს თავის ცეკვას, ერთმანეთს ხელს არ უშლის და აბსოლუტურ ჰარმონიკაში არიან ერთმანეთთან. და შენ თუ მშვიდი არ გაქვს, შენ გაქვს ქაოსი ავტომატურად და შენ ის მოცეკვავე ხარ, რომელიც ცდილობს ამ ცეკვის დარბაზში შევიდეს და რაღაც თავის ცეკვის მოქმედებები გააკეთოს. და ხან ვიღაცას დაეჯახება, ხან ვიღაცას დაეჯახება და შემდეგ დაცვას ყურით გაყავხარ გარეთ. სამყაროც ესე გექცევა. შენ რომ მშვიდი არ გააქვს, შენ სამყარო გიკეთებს იზოლაციას. მისთვის ხარ უცხო სხეული. არ ცეკვავ სამყაროს მექანიკასთან ერთად და ნახე, როგორც კი შენ მშვიდში გადადიხარ, შენს მოსმენას იწყებს მთელი სამყაროს მექანიკები. ძალები გეძლევა, კურნების, აზრები მოდის, ინფორმაციის გადმოწერა გინდა, უფლის არქივარიუმიდან, ბიბლიოთეკიდან იწერ, თანამშრომლობ სამყაროს ჰარმონიასთან. მაგრამ შენ თუ მშვიდი არ გაქვს, ვერც ლოცვები გიშველის, ვერც ტაძარში სიარული გიშველის, ვერაფერი ვერ გიშველის, რადგან შენ ხარ ქაოსის განსახიერება, ბნელის განსახიერება ამით და ვერ თანამშრომლობ უფალთან, სამყაროს მექანიკებთან, უცხო სხეული ხარ. ამიტომ გავიძახი, გამოდმებით, რომ მშვიდი არის გამარჯვებული
გამარჯვების გარანტი, 7 არის ფუნდამენტი და ალბათ ვიღაცას გონიაო რაი ჩემა ეს 7 არც მოძღვრებს უთქვამს ჩემთვის 7-ია ფუნდამენტი, პირიქით მეუბნებიან შიში იყავი, გვემა მაგარი. ეხლა ერთი მიყვებოდა ტაძარშიო, ესე იგიო, ძალიან ვიგვემებიო. გვასწავლისო, იტირეთო, გვემაში იყავითო, დესტრუქცია მთლიანადო. რანაირად უნდა მივიდეს ის ადამიანი ღმერთთან, რომელსაც ეუბნები იყავი შიში არის ქაოსის ცენტრალური ფუნდამენტი, როგორც 7 არის ღმერთის ცენტრალური ფუნდამენტი. ამას რომ მეუბნები, გვემაში იყავი და ამაში იყავი და იმაში იყავი და შენც ვერ გაგიგია რა გითხრა ბიბლიამ და ქრისტემ გვემა რა არის და მონანიება რა არის და ეს რაღაცები რა არის, ადამიანი ვერ პოვებს ღმერთს. მარტივი ენით გეუბნებით. ამიტომ არის რომ ხშირად გაიძახიან ადამიანები რომ მორწმუნეები ფანატიკოსები არიანო. ფანატიკოსები კი არ არიან. მექანიკას ასწავლიან არასწორად. უმეტეს შემთხვევაში, მაგრამ არიან მოძღვრები, რომლებიც სწორად ასწავლიან, რომლებიც მიხვდნენ იმას, მე რასაც ვლაპარაკობ დიდი ხნის წინ და არ ეუბნებიან ადამიანებს შიში იყავი, იმაში იყავი, ამაში იყავი, ეუბნება სიყვარულში იყავი, ბალანსში იყავი, ამაში იყავი, იმაში იყავი. მაგრამ ვისაც არ ესმის, პირიქით აკეთებს, სტანდარტულად მიყვება და ადამიანები გადადიან სტრესში და ქაოსი მოიცავს ხოლმე მათ. ღმერთთან ვერ არიან. შენ უნდა იყო მშვიდში და უნდა იცეკო სამყაროს მექანიკასთან ერთად. და სამყაროს მექანიკას რასაც ეტყვი, აგისრულებს ერთ-ერთში და შენ ამას თუ არ აკეთებ, ის შენ ვერ გცნობს. შენ ხარ მისთვის უცხო. ბნელი ხარ, მტერი ხარ, ღმერთმა რომ დააპროექტა ყველა მექანიკა უთხრა, აბა, მექანიკებო, სამყაროს ენერგიებო, თქვენ ერთმანეთთან უნდა იყოთ ბალანსში, ერთმანეთის ნებებს უნდა სცეთ პატივი. ამ სამყაროში ჭეშმარიტი ღვთიური ნება გააჩნია ადამიანს. მაგრამ სამყაროს მექანიკებს, ენერგიებს, მიზიდულობის კანონს, პლანეტებს, ყველაფერს გააჩნია ერთმანეთის პატივისცემის საზღვრის ნება. და რას ნიშნავს ეს? არც ერთი ერთმანეთში არ იჭრება, არც ერთი ერთმანეთს არ არღვევს. ყველა ერთად ცეკვავს საერთო ცეკვას, რომ იცოცხლოს, რომ არ დაიშალოს, არ განადგურდეს და ასე შემდეგ. და როცა შენ ქაოსში ხარ, შვიდად არ ხარ, მოდი ამ ენაზე გეტყვი. და ცდილობ, სამყარო, მე შენ უნდა დაგიკავშირდე. რა უნდა დაუკავშირდე? შენს მოცილებაზეა გადასული სამყარო მაგ მომენტში შემეშვი, შენი ქაოსით. დაამშვიდე შიგნით შენში, იცეკვე ჩვენთან ერთად, ანუ შეასრულე ის ღვთიური მექანიკა, რასაც ჩვენ ვასრულებთ, მოგისმენთ შემდეგ ჩვენ. სხვანაირად ჩვენ ვერ მოგისმენთ, იმიტომ რომ უფალმა ჩვენ ესე შევქმნა. თუ ქაოსი გვიახლოვდება, რეაგირება არ მოვახდინოთ მასზე. მიხვდით რას გიხსნით? შენ რატო გჭირდება მშვიდი რომ ბნელი რომ მოდი შენთან, რეაგირება არ მოახდინო მის ქაოსზე, რომ მისმა ქაოსმა, ნეგატივმა ნევრების მოშლამ არ დაშალოს შენი სტაბილური მდგომარეობა. და მარტო შენ კი არ ხარ ესე. შენ არჩევანის საშუალება გაქვს კიდე რომ შეგიძლია მიიღო ეს ბნელი, მაგრამ სამყაროს მექანიკა არ იღებს მაგას. ქაოსს არ იღებს, ქაოსს უკუაგდებს. ესეთი პროგრამა აქვს შადებული და შენ ცდილობ დაუკავშირდე უფალს, დაუკავშირდე სამყაროს მექანიკებს და ვერ ახერხებ, იმიტომ რომ ქაოსი გაქვს შიგნით, მშვიდი არ გაქვს და სამყარო შენ უკუგაგდებს. გადი, არ ვიცი ვინ ხარ, ვერ გცნობ. როგორც კი მშვიდში გადადიხარ, მშვიდი ის კი არ არის რომ დამშვიდებული ხარ ეხლა და ნევრებ მოშლილი არ ხარ. არა, მშვიდში რომ ხარ უკვე კარგა ხანია. შენი შინაგანი სტრუქტურა, აგებულება, ყველა მექანიკა რომ უკვე დამშვიდებული გაქვს, უკვე თვეები რომ არ გიჩხუბია, წლები რომ არ გიჩხუბია. და ნახე, როცა შენში ქაოსია, მშვიდი არ არის, შენი უჯრედებიც იშლება, შენი ენერგიაც არ არის შეწეპილი, არ მუშაობს ჰარმონიულად ერთმანეთთან. შენშივე, გესმის? ამიტომ არ გაქვს ძალა, ამიტომ არ აქვს შენ სიტყვას ძალა, ამიტომ ვერ ახერხებ რაღაცებს. მშვიდი არ გაქვს შენში და შენივე ძალა არის შენს წინააღმდეგ, რადგან არ იღებს ამ შენ ქაოსს, არ რეაგირებს, გააცნობიერე, მაღალი ვიბრაცია, ღმერთის ძალა არ რეაგირებს ქაოსზე, შენს არასტაბილურ შინაგან მდგომარეობაზე, რადგან ბრძანება აქვს მიცემული, რადგან ეს ბრძანება რომ არ კონდეს ღმერთისგან ჩადებული, ჩამოინგრევა მთლიანად, ადვილად მოერევა ქაოსი, არ გიშვებს მასთან ახლოს ღმერთის ძალა. ეხლა როგორ უნდა დაამშვიდო შენი შინაგანი მდგომარეობა? ყველა მექანიკა მოგეცით გამთლიანებაში ფიქრების კონტროლით, ფიქრებს რომ დაამშვიდე, წლები რომ გაბრაზებები და ნეგატივები და ეს ყველაფერი არ გექნება, შენში ყველაფერი რომ დამშვიდდება. მე იმას კი არ იტყვი, გიორგი რაჭკვიანი ხარ, იმას იტყვი, რაჭკვიანი ყოფილი ვარ, მაგრამ მაგასაც არ იტყვი, რადგან თავმდაბლობაში იქნები. და ნახე, ერთი კვირის წინ ვიღაცასთან იჩხუბე, სულიერებაში ხარ თქვათ. იმასთან რაღაც ნეგატივი გააკეთე, ამასთან ნეგატივი გააკეთე და ქაოსია შენში ჩაბუდებული. და მე ცდილობ ღვთიური ცოდნები გახსნა და ცდილობ შეხვიდე უფლის არქივარიუმში. ფიზიკურად არ გიშვებენ იქ. შენი ცნობიერი ვერ შედის იქ, რადგან
რადგან შენს ენერგიას ეტყობა ქაოსის კვალი. მარტივად გეტყვი, როგორ ფიქრობ ეხლა? შენში რომ ქაოსია. ქაოსს შეუშვებს უფლის არქივარიუმში? ვერ შეუშვებს, ამიტომ ვერ შედიხარ ცოდნებში. ამიტომ ვერ ხსნი ცოდნებს, ამიტომ. თუ შენში ქაოსია, არ გაქვს ცდომები არაფერზე, ჩაჭრილი ხარ ყველაფერთან. სანამ არ დაამშვიდებ შენს თავს და დაამშვიდებ 1 საათით და 1 დღით კი არა, კარგ ახნით. და მერე საბოლოოდ. და მერე კბილებით ეჭიდავები მშვიდს, რომ არ დაკარგო ეს და შემდეგ აღარ იღებ არავის ნეგატივებს. რომ მშვიდი არ წაგართვას არავინ, რადგან ეს არის ფუნდამენტური ძალა შენი აცნობიერება. შენ ქაოსით ისევე არ გიშვებს უფალი სამყაროს მექანიკებში, როგორც ეხლა შენ ჭირის დაავადებულ ადამიანს ოჯახში არ შემოუშვებ. ხომ არ შემოუშვებ ჭირი რომ ჭირს ადამიანს სახლში, რატომ? იმიტომ რომ იცი რომ ეს არ უნდა გააკეთოთ, შენს ოჯახის წევრებს დაავადებს. უფალიც ესეა. ყველა მექანიკას ბრძანება აქვს მიცემული, თუ ვინმეს ქაოსი აქვს შიგნით დაბლოკეთ. სანამ არ დაამშვიდებს თავს. ყველაფერი ექვემდებარება მშვიდს, იგივე ქაოსის ბალანსს. ბალანსი და მშვიდი ერთი და იგივეა. და ამის ხარჯზე თვარე ეუბნება დედამიწას. მე შენ არ დაგეჯახები, რადგან ჩვენ შორის მშვიდია, მშვიდობა, ჩვენ შორის ბალანსია. თვარემ რომ მოინდომოს, იცი რამე ეხა შენ დაგეჯახები, ვერ გააკეთებს ამას, რადგან მშვიდშია. მარტივენაც გეუბნები. ამიტომაც არის რომ მთლიანი გალაქტიკა, პლანეტები ყველანი ერთად ცეკვავს. ერთ საერთო ტანგოს ცეკვას ასრულებს, რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ და იცოცხლონ. სხვანაირად ერთმანეთს დაეჯახებიან, გაანადგურებენ, გააცამტვერებენ და აღარაფერი აღარ დარჩება მათგან. თუ რომელიმე ელემენტი, მატერია იქნება ეს თუ რა მნიშვნელობა რაც არ უნდა იყოს, ბალანსიდან თუ გამოვა, ის იწყებს განადგურებას. ან რომელიმე გვერდით პლანეტას ეჯახება, ან ერთმანეთს ანადგურებენ, ან ნეიტრალებენ და ასე შემდეგ. ამიტომ არავინ არ გამოდის მშვიდიდან, არც მაღალი იერარქიის სულები, არც პლანეტები, არც მატერია, არც ენერგია, ყველა თავის ცეკვაში ცეკვავს და ბედნიერია. ერთადერთი ვინც ვერ გააცნობიერა რა არის მშვიდი და ბალანსი ადამიანია. უпростоრედ დაავიწყეს ადამიანს ეს. ნახეთ, რამდენი გურუ ყავთ მედიტაციაში რამდენი გურუ ყავთ. მათაც კი არ იციან ეს. მედიტაციას ვინც აკეთებს, ისინი ცდილობენ მაგალითად 1 საათი მოიპოვო შენ მშვიდი. მოიპოვო რამდენი საათი საკეთებ მედიტაციას. მაგრამ მე შენ გეუბნები რომ შენ სულ მედიტატიურ მდგომარეობაში უნდა იყო მშვიდში. ვერავინ ვერ მივიდა ამ ცოდნამდე. აი გამოვა და იცი რა, მე გიორგი ბევრი რამ ვიცი სიმშვიდეზე და მედიტირებ წლებია. რომ მედიტირებ წლებია, ვერ გააცნობიერე რომ მედიტაცია კი არ გჭირდება შენ. მე მედიტაცია განაკეთები მაქვს ცხოვრებაში ერთხელ. ბავშვობაში ისიც. სულ მედიტატიურ მდგომარეობაში ვარ, ამაზე ვზრუნავ, რომ ეხლა დააქვიყო მედიტატიურ მდგომარეობაში და არ დამჭირდეს თავის დამშვიდება და ნახე, შენ ცდილობ 1 საათი იყო მშვიდში და დანარჩენი 23 საათი ქაოსში ხარ. ეს ნორმაა? ეს არასწორია და არასწორად გასწავლიან და ყველაფერი დაგიმალის ცოდნები. და იმათაც არიციან. აი მაგალითად, როდესაც რომელიმე სულიერი მოღვაწე გარდაიცვლება და მოხვდება შესაბამის ანგელოზებთან და ეუბნება ანგელოზს, შემიშვიო და ვერ შეგიშვებო, ეუბნება ღვთის სახლში და რატომ? კი მაგრამო, მთელი ცხოვრება მედიტირებო, მთელი ცხოვრება აზარში დავდივარო, მთელი ცხოვრება ქრისტეს მოძღვრებას ვატარებო. მე საათობით მედიტირებდი. ნუ კარგი, თქვა დღეში რამდენს მედიტირებდი, ეკითხება. 4 საათი, მე ვარ გურუ მედიტაციის. დანარჩენი 20 საათი ქაოსში რომ იყავი და შენი ცხოვრების 5% რომ იყავი მშვიდში და დანარჩენი 95% ქაოსში იყავი, ამაზე რა სიტყვი? გაჩუმდება მაგაზე და სულ ჩუმდება. ამაშია საქმე. არ იღებს ქაოსს უფლის სახლი, სამყაროს ღვთიური მექანიკები, ეს ყველაფერი. ყველას ესმის ზემოთ ეს. ყველა მაღალმა სულმა იცის რომ მშვიდის გარეშე სულ რომ გადაიტყაო ენა ლოცვებით, სულ რომ გადაიტყაო მოქმედებებით, აზრი არ აქვს. რადგან შენ სამყაროს წინააღმდეგ ხარ, მაგ დროს ქაოსით ხარ, ბნელით ხარ. ბნელი და ქაოსი ერთი და იგივეა. ნახეთ, სამყაროს ქმნადობამდე ერთად იყო ბნელი და შუქი შეზავებული. შემდეგ უდიდესი ძალის შედეგად გამოეყო უფალი ბნელს, ქაოსს გამოეყო. და მაგამდე იყო რა იცით? არაფერი არ ექვემდებარებოდა არანაირ ჰარმონიკას. ყველაფერი იყო ქაოსში. ვისაც უნდა რასაც ეჯახებოდა, რაც უნდა ყველაფერი იყო ქაოსში. არანაირი სიცოცხლე ქაოსში ვერ ცოცხლობდა. ვერაფერი ვერ ცოცხლობდა. სიცარიელე იყო. სიცარიელე იგივე ქაოსია. რატოა სიცარიელე? იმიტომ რომ არაფერი იქ არ ცოცხლობს. ქაოსი ისეთივეა, როგორც წარმოიდგინოთ ნიადაგი, რომელშიც ცდილობ ჩარგო ნერგი, მაგრამ ეს ნიადაგი გამუდმებით რყევაში და აზელვაშია. იქ არც სიცოცხლე ცხოვრობს, ვერაფერი ვერ ჩერდება, რადგან არაფერს არ აძლევს საშუალებას იცოცხლოს, განვითარდეს, ააშენოს რაღაც. როგორც კი რაღაც ცდილობს აშენდეს, ეს ქაოსი ანგრევს მაშინვე. აი, შენ რომ სახს აშენებდე მიწის ნაკვეთზე და ნახევარ საათში ისევ რომ ჩამოინგრეს, რადგან ეს მიწა არასტაბილური იყოს და გამუდმებით ირყევდა
იწეოდეს, იშლებოდეს, ვერ ააშენებ ხო სახლს. ამიტომ იყო ჯერ იყო ბნელი და შემდეგ გახდა ნათელი. უფალი რომ გამოეყო ბნელს, ქაოსს, ეს შუქი რომ გაიტყორცნა სამყაროს კანონები, ასევე პროტოკოლები. ის რასაც გიხსნით შთაბერვის დროს პირველი პროტოკოლი რაც იყო უფლისგან, ის იყო რომ ქაოსი გამიჯნე თქვენგან. ქაოსი მოაქცია როგორც ზეთი და წყალი ისე. მისგან ვერ შედის ქაოსი ღვთიურ ენერგიაში და ამის ხარჯზე გაფართოვდა შუქი და გამუდმებით გაფართოებაშია შუქი და ქაოსი ვერ ერევა შუქს. რადგან შუქი უბრალოდ შუქი კი არ არის. შუქი არის კანონების კრებული. მოდი ესე გეტყვით. ყველაფერთან ერთად ეხა მე ვცდილობ ერთი პატარა პაწუა წახნაგი გაჩვენოთ სამყაროს. შუქი არის კანონების კრებული, რომელსაც აქვს თავისი პროტოკოლები. ქაოსი არ შემოუშვა შენში, მშვიდი შემოუშვი შენში, ანუ ბალანსი შემოუშვი შენში და განვითარდეთ ესე ყველანი ერთად. მშვიდი არის შენი სახლის ირგვლივ იყოს დიდი ღობე, რომელშიც ვერ შემოდის კაცებელი ნადირი, რომ შეგჭამოს. აი მარტივად გიხსნი კიდევ ერთხელ. საზღვარია დაცვის მექანიკაა მშვიდი. მშვიდის მექანიკა რომ არ არსებობდეს სამყაროში, ბნელები ჩვეულებრივად მაღალ განზომილებებში ავიდოდნენ. თქვენი აზრით, დემონები და ესენი ზემოთ რატომ ვერ ადიან? ღვთის სახლში ან გარკვეულ მაღალი სულის სამყაროებში. იმიტომ რომ სწორედ რომ ეს სამყაროს მექანიკა არ უშვებს ზემოთ. იმ ბნელში არ არის მშვიდი. მშვიდი რომ არ არის მასში, ავტომატურად ბნელია, ქაოსია და უცხოა მისთვის და არ ატარებს. შენში თუ ქაოსი არ გაკატარებს არსად, ამას გიხსნი. არც სამყაროს ბიბლიოთეკაში შეუშვებს შენს ცნობიერს ღვთიური მექანიკები. რადგან მშვიდი არ გაქვს. მშვიდი ამიტომ არის ფუნდამენტი და არა ის რომ მშვიდში იყავი გეუბნებით ალბათ ვიღაც ფიქრობს დამშვიდებას ვეუბნები, დამშვიდი. ნუ ხო იგივე გამოდის, მაგრამ დამშვიდებაზე ფუნდამენტური მდგომარეობები ხდება. როგორც სამყაროს მექანიკა არ აძლევს ქაოსს შევიდეს მასში, შენც იგივე უნდა ქნა. შენ როცა მშვიდში ხარ და როცა ვიღაც მოდის ქაოსით, იგივე ბნელით, გესვრის ის ქაოსს, ახვედრებ ღვთიურ მშვიდს და არ აძლევს საშუალებას შემოვიდეს შენში ქაოსი, რომ დაგშალოს. დააკვირდი, ყველა ბნელი მოქმედებები ადამიანების შენს მიმართ, რასაც აკეთებენ, ყველა, მოდი დემონები ავიღოთ. დემონი რას ცდილობს პირველი სიზმარხილვებში და ისე, რომ წყობრიდან გამოგიყვანოს, მშვიდი დაგირღვიოს, ან შეგაშინოს. ყოველს ცდილობს შეგაშინოს, რომ მშვიდი წაგართვას. მშვიდის წართვევა შენს თავდაცვით აურებს აჩერებს, შენს აურას ხსნის და ადვილად შემოდის. მშვიდს თუ კარგავ, ქაოსი შემოდის შენში და გარღვევს გშლის და გერევა. ამიტომ ნაშრომებში ამიტომ გავიძახი სულ ამას, რომ მშვიდი ძალა, მშვიდი და ამიტომ უფლის პირველ წყარო ჭეშმარიტი ძალა, რითაც გამოეყო ბნელს და რის ხარჯზეც იზოლირებულია ბნელისგან. შუქია, მშვიდი. შუქი კიდევ ბევრი რამეა. წახნაგში სიყვარული, ძალა, ის ვერ დაგითვლით. იმდენი რამეა, მაგრამ ფუნდამენტი ეს არის. ამიტომ დაუბრუნდები პირველ კითხვას. რატომ არის რომ წმინდანი როცა მეცხადება, პირველ წყაროდ მშვიდი მოდის შეგრძნება, იესო ქრისტე როცა მეცხადება, მშვიდი მოდის შეგრძნება. იმიტომ რომ პირველ წყარო ეს მდგომარეობაა, პირველ წყარო ღვთიურობა, რომელსაც მოყვება სიყვარული, ის. შენ თუ მშვიდი არ გაქვს, შენ გაქვს სიყვარულის ილუზია. ვერ გექნება შენ სიყვარული ვერ დაიბუდებს. შენ თუ მშვიდი არ გაქვს, სული წმინდა ვერ შემოვა შენში. შენ თუ მშვიდი არ გაქვს, მშვიდი თუ არ გაქვს, ვერაფერს ვერ აკეთებ. გარანტირებულად გეუბნები. ამიტომ იყავით მშვიდში და ყველა ღვთიურ წახნაგს მიაღწევთ. მშვიდი იყოს თქვენში. დალოცვილები იყავით.